როდის არის ბავშვი მზად სოციალური მედიისთვის? დღეს მოზარდები ფარტივად ითვისებენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, მშობლებს კი უფრო და უფრო მეტად უჭირთ დაეციონ მათ და სათანადოდ აკონტროლონ. დამეთანხმებით ალბათ, რომ დიდი თავის ტკივილია სოციალური მედია. როდის არის ბავშვი მზად, თუნდაც Facebook-ისთვის და რა დოზით შეიძლება დაართოთ ამ პლატფორმასთან ინტერაქციის უფლება და ზოგადად რა დონეზე ვაკონტროლოთ. რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს ზოგადად სოციალურ ქსელის გამოყენებას ბავშვებში. აი ამ მნიშვნელოვანი თემით ახლა ფსიქოლოგი ნონა შიუკაშვილი შემოგვიერთდა და მასთან ერთად განვავრცობთ ამ თემას დილა მშვიდობის. პირველ რიგში მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ისეთი თემა არის, რომ ვისურვებდი ბევრ მშობელს სწორი ინფორმაცია ქონდეს ამასთან დაკავშირებით. ჩვენთან ახმავართ. პირველ რიგში დავიწყოთ ალბათ ყველა ოჯახში ხდება ესე, რომ ძალიან პატარა ასაკიდან ბავშვი იწყებს მის და უნებურად რაღაცა აქტივობას ტელეფონზე თუ ნებისმიერ гаджеტზე და ეს ერთი მხრივ შოულებს მოწონს, რომ შენ არ იცი თვითონ იმდენი რამე იცის უკვე როგორ აკეთოს, ხო? თვითონ ხსნის და გადადის ვიდეოებს დახლობს და ასე შემდეგ. თუმცა მე რაღაც ეტაპზე ეს უკვე აღარ არის საკმარისი და მოდის უკვე მართლაც აი ესეთი სოციალური ქსელების ეტაპი ჩვენი შვილების ცხოვრებაში და რაღაცნაირად გარდაუვალად ალბათ ვთვლი უკვე რომ ეს მაინც შემოვა ადრე თუ გვიან. აი ასაკი ალბათ არის გადავწყობად მნიშვნელოვანი ამ სიჭრელეს რაც იდება აი ამ პლატფორმებზე როდის შეეხება ეს ბავშვი. ნახეთ როგორც ახსენეთ, თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს და რისკები და თუ საუბრობთ როგორ დავიწყოთ და როდიდან დავიწყოთ, უნდა მიივადევნოთ თვალი ბავშვის განვითარების ეტაპებს, ხო? ვთქვათ, თავის და უნებურად 2 ან 3 წლის ბავშვი წესით არ უნდა ატარებდეს დროს гаджеტთან, ან ეს უნდა იყოს შეზღუდული და უნდა იყოს რაღაცა გარკვეული ნიშნით არჩეული მასალა თუ რას ვაწვდით მას. თუმცა მაინც 2 წლამდე რეკომენდაცია არის, რომ ბავშვს საერთოდ არ ჰქონდეს ეკრანთან დრო, იმიტომ რომ ძალიან ფუნდამენტური და ესეთი აუცილებელი უნარების განვითარება ხდება ამ დროს, მათ შორის სოციალური უნარების და მათ შორის ხო რაღაცა ხმის ტონის, მიმიკის ამოცნობის და ასე შემდეგ, რასაც მე ვატყობთ თუ რამდენად ფერ ხდება ეს ეკრანთან ჭარბი დროის გატარების შემთხვევაში. კი ბატონო, გვიანდება, შემდეგ უფრო რთულად ვითარდება და ძალიან სერიოზულ პრობლემებს იწვევს. შესაძლოა, რომ სერიოზული პრობლემებიც გამოიწვიოს. კი ბატონო. ამიტომ 2 წლამდე უნდა ვერიდოთ ეკრანთან და სოციალურ მედიას ფიზიკურად ვერ მოიხმარს 2 წლამდე ბავშვი, მაგრამ რაღაცებს ინსტინქტურად ესე ვთქვათ და ბავშვებს ძალიან კარგი დასწავლის უნარები აქვთ. კი, ალბათ ძალიან სწრაფად უღებენ, თუმცა ეკრანი და гаджеტები ასეც არის ფორმულირებული, რომ სწრაფად ხდებოდეს, ესე ვთქვათ, მათი მოხმარება, ადვილად ვისწავლობთ ამას და ადვილად ვიმუშავებთ აი ამ დოფამინერგულ, ესე ვთქვათ, იმას რა ქვია, სისტემას ადვილად ააქტიურებს ტვინში და ბავშვს შემდეგ უკვე ნაკლები мотиваცია აქვს, რომ რაღაცა უფრო რთულ და ცხოვრებისეულ ამოცანებს შეეჭიდოს და ბუნებრივია უნდა და გააპროტესტებს კიდევაც თუ არ მივცემთ ამ რაღაცა უფრო ადვილ და ხო რაღაცა ძალიან ჭარბი ფერები არის, ძალიან მარტივად იღებს სიამოვნებას აქედან, ამიტომ ხო, უნდა ვეცადოთ, რომ შეიზღუდოს. შემდეგ უკვე ვთქვათ, აი მაღალ ასაკში, ესე ვთქვათ, ხო, ანუ აი 6 წლამდეც კარგი იქნება თუ სოციალური მედია საერთოდ არ იქნება ბავშვის ცხოვრებაში. მით უმეტეს პირადი აკაუნთის არანაირი, ესე ვთქვათ, საჭიროება არ არსებობს, ხო? 6 წლიდან 9 წლამდე, 10 წლამდე ასაკი არის, რომელშიც აი ძალიან ჩვენთან მშობელთან ურთიერთობა სდება უკვე ბავშვის ესე ვთქვათ სამყარო უფრო ფართოვდება და იწყება თანატოლებთან ურთიერთობა და ძალიან ბაზისური სოციალური უნარები ვითარდება ამ დროს. რეციპროკული საუბარი, ხო, როგორ წამოვიწყოს საუბარი, როგორ ჩავერთო, როგორ დავასრულო თუნდაც ანუ სივრცეში, მედია სივრცეში ამას არ ვშვებით, ხო, არ ვესალმებით, არ ვემშვიდობებით ერთმანეთს, ესე ვთქვათ, ანუ ეს უნარები აუცილებელი არის, რომ ბავშვმა განივითაროს. ასევე რაღაცა კოოპერატიული მოქმედების, ემპათიის, ხო, ემპათიის განვითარების გარეშე ძალიან დიდია რისკი აი იმ ყველაფრის, რაზეც მე კიდევ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ, კიბერბულინგის და ასე შემდეგ, ხო, ანუ იქ ვერ ვაკონტროლებთ. ემოციური რეგულაციის უნარები არ აქვს ბავშვს, ხო, ამაზეც ნელ-ნელა ვმუშაობთ, რომ იმპულსი აკონტროლოს, თქვათ რას როგორ აკეთებს, გაბრაზებულმა არ და ანუ შეიძლება რომ შესავალი ერთგვარი გავუკეთოთ მედიას, აი 7 წლიდან დაახლოებით, თუმცა ეს უნდა იყოს ძალიან ინფორმატიული, მშობელი გამუდმებით უნდა
მოაწვდიდეს, თუნდაც მედია წიგნიერების მხრივ ხო, ანუ აი როგორ ვიქცევით, ეტიკეტი ონლაინ სივრცეში როგორი შეიძლება იყოს და თვითრეფლექსია, რომ აი პირად ურთიერთობაში, ცოცხალ ურთიერთობაში თუ იქ ან რაღაცა კონკრეტული სიტყვა, ანუ ხეში მიმართვა შენზე როგორ მოქმედებს, რამდენად მისაღებია შენთვის. ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ თქვათ ესეთ სიტყვებს ვეუბნებოდეთ ერთმანეთს თუ არა, ხო? ანუ აი ამის შეგრძნება ბავშვს უნდა ნელ-ნელა განუვითარდეს. გამეცინა, იმიტომ რომ დასრულებს არა აქვს რეგულარები სოციალურ-სოციალთან ურთიერთობის, რასაც შეიძლება ბავშვებს ძალიან სამწუხაროდ დასწავლიდეთ და ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს ამისა. აი ეს მოდით ჯერ ვთქვათ, რა საფრთხეები შეიძლება, ასე ვთქვათ, წამოვიდეს ამ პლატფორმებიდან ბავშვის მისამართით და შემდეგ გვაქვს სხვათა შორის ქუჩის გამოკითხვა, სადაც მშობლების ასაც მოვისმენთ და დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესობას არ უნდა, მაგრამ ესე გაუაზრებლად ვიცით, რომ ცუდია, მაგრამ რატომ შეიძლება ეს იყოს ცუდი, ეს თქვენ გითხარით. ნახეთ, ცალსახად ცუდს ვერ დავარქმევდი, თუმცა არის რაღაც ასაკობრივი კატეგორიები, სადაც ცალსახად შეიძლება უფრო მეტი რისკი იყოს, ვიდრე სარგებელი. სარგებელზე შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ, თქვათ ინფორმაციული კუთხით, იმიტომ რომ ბავშვის უფლება არის, რომ ხო, მიიღოს გარკვეული ინფორმაცია და ქონდეს წვდომა სასწავლო ინფორმაციაზე. და ასევე აი უკვე როდესაც მოდის პუბერტატი, გარდატეხის ასაკი, სადაც ეს იდენტობის თემები არის ძალიან გამოკვეთილი, ბავშვები ინტერესდებიან, ვინ ვარ, როგორი ვარ და თვითექსპრესიის დიდი სურვილი აქვს. ამ დროსაც შეიძლება რომ იყოს საკეთილდღეო, იმიტომ რომ რაღაცა თავის გამოხატვას შეძლებს, თუმცა თქვენ ახსენეთ სიტყვა კონტროლი და არ ნახეთ უფრო მონიტორინგს დავარქმევდი და აი როგორ უნდა გაკეთდეს, ხო, აი როგორ უნდა გაკეთდეს ეს და მშობელმა როგორ უნდა მოახერხოს ძალიან ესეთი კარგ მოქნილობას მოითხოვს, ესე ვთქვათ, ხო, ეს არ უნდა იყოს კონტროლი და არ უნდა იყოს უხეში ჩარევა, იმიტომ რომ ამაზე საპასუხოდ ბავშვებს ექნებათ ბუნებრივია მეტი პროტესტის განცდა და კი ბატონო, როგორც კი ნელ-ნელა შემოვიყვანთ ამ სოციალურ მედიას, აი ამ შემოყვანისთანავე უნდა შევათანხმოთ მასთან მოხმარების და ჩვენი ჩართულობის წესები და რატო ვაკეთებთ ამას უნდა იყოს ახსნილი. კი ბატონო, კი ბატონო. ეს ასაკის ბავშვს გულისხმობთ, ხო, თინეიჯერს თუ აი ცოტა 8-9 წლის. აი 12 წლამდე დაახლოებით, ხო, იმიტომ რომ მისთვის გასაგებ ენაზე შეგვიძლია ავუხსნათ, ხო, რომ პირველ რიგში უსაფრთხოების გამო და რა რისკები არსებობს, თუნდაც თქვათ პირადი ინფორმაციის გავრცელების კუთხით, ან აი ამ რაღაცა harassment როგორ არის ქართულად როგორ შეიძლება რომ უნებლიეთ გახდეს ძალიან შეურაცხყოფელი ან არასასიამოვნო სიტყვების, თქვათ ადრესატი ხო და ამაზე რა რეაქცია ქონდეს, ანუ ეს ინფორმაციები უნდა ჰქონდეს და როგორც ახლა მშობელი საქმის კურსშია თუ საათ და ვისთან ატარებს ბავშვი დროს არასრულწლოვანებამდე, ასევე მან გარკვეულწილად უნდა იცოდეს და ამის უფლება რომ აქვს, ამისი რაღაცნაირი შეთანხმებული საუბარი არის ამაზე საჭირო და არა ის რომ მე ხა უცებ ერთ დღეს დასჯად იყენებენ ხოლმე ამას და ძალიან ცუდი არის რომ აი ერთ დღეს თუ ბავშვი რამეს დააშავეს, უცებ ართმევენ, უცებ აკონტროლებენ, უცებ კითხულობენ და ეს არის შემოჭრა, ხო და ძალიან ტრავმატული შეიძლება იყოს. ხო, უნდა იცოდეს, რომ ცუდი საქციელის თუ არასასრული ყოველ შემთხვევაში ჩადენის საქციელის დროს რაღაცა მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რითიც შეგვიძლია რომ შევუზღუდოთ, ეს არის გაჯეტის გამორთმება, ანუ ინტერნეტთან წვდომა რომ შეეზღუდოს, თუნდაც რაღაც დროით. ეს შეზღუდულობა კარგი იქნება თუ მანამდეც ექნება და იქნება სტრუქტურირებული ამის მოხმარება და არა რაღაცა იმპულსურად რომ გავბრაზდებით და უცებ შევზღუდავთ. კი ბატონო. რართულია მშობლობა. ანუ თქვენს ალბათ იაზრებთ ამ ყველაფერს, მოდით სხვა მშობლებსაც დავეკითხოთ ქუჩაში გამვლელ გამოვლელებს და მათგან გავიგოთ პოზიცია, როგორ ფიქრობენ, სწორია თუ არა ბავშვის წვდომა სოციალურ ქსელებთან, რა ასაკში შეიძლება იყოს და რა საფრთხეზე შეიძლება ვსაუბრობდეთ. რომელი ასაკიდან არის მზად მოზარდი იმისთვის, რომ დამოუკიდებლად ქონდეს სოციალური ქსელი? დამოუკიდებლად მე ვფიქრობ, არ უნდა ქონდეს მოზარდი სოციალური ქსელი. მე-5-6 კლასიდან შეიძლება როგორ სოციალური ქსელით ისარგებლოს Facebook-ით, ოღონდ აუცილებლად მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ. ჩემი შვილიშვილი არის 11 წლის და იყენებს სოციალურ ქსელს. ისეთ რაღაცებს პოულობს, რომ ესე იგი აი ძალიან რაღაც საინტერესოს.
დაჯერ მეც მიყვეს რომ ესე იგი პატარა ბავშვი და ამდენს როგორ იცის მეთქი. ნუ მაგალითად კიდაც ძრავის შემადგენლობა მატარებელი როგორ დადის, ათასნაირი რაღაცები, ისეთი რაღაცებს იწყებს ხოლმე, მეც კიდე მიყვეს რომ მეთქი, ბაბუ აი ქედან მეტყვის ხოლმე. და მე მაგალითად მაყოფილი ვარ. რო დამარწმუნა მაშინ რომ ცუც არაფერს არ აკეთებდა და მეც დამაინტერესა, ბევრმა ძალიან. ამის შემდეგ აღარ უშლი. საჭირო ადრე არის 8 წლის იქნება ახლა მარტში გახდება. თვითონ მოთხოვნილება და სურვილი რამდენადაა? ნელობა აქვს კი, ნამდვილად ოღონდ ჩვენ წინააღმდეგები ვართ. ჩემი შვილიშვილი მე-4 კლასშია თუ მე-5 კლასში და უკვე დამოუკიდებლად მართავს ყველაფერს. დადებითი გავლენა აქვს განვითარების მხრივ ბავშვის, მაგრამ უარყოფითიც აქვს. აი ძალიან ცდილობენ გაკვეთილების სწრაფად მოამზადონ, რომ აიღონ ხელში ტელეფონი. მე-5 მე-4 კლასელებს ნამდვილად ჯერ დამოუკიდებელი არ უნდა ქონდეთ. არის ძალიან დიდი აგრესია, არის დაუცველი მისი ფოტოები, არის დაუცველი მისი სოციალური ქსელი. 13-14 წლიდან ალბათ. 15-16 წლის ასაკიდან ალბათ. ნუ პატარა ასაკში ყოვლა დაუშვებელია ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. ვეცდები რომ მაქსიმალურად სრულწლოვან ასაკამდე მივიყვანო ეს ეტაპი და ავუხსნა და დავანახო ის საფრთხეები, რაც შეიძლება იყოს. სულ ცოტა 10 წლამდე ალბათ საერთოდ დარეგისტრირებული არ უნდა იყოს ჩემი აზრით. ალბათ არც დაგვიანება არ არის სწორი, იმიტომ რომ სხვა ეპოქა. მაგრამ არც ადრე 10+. მშობელზეა რა ყველაფერი დამოკიდებული. თუ ამჩნევ რომ ამ ბავშვმა შეიძლება რაღაც საშიშროება შეიქმნას სოციალური ქსელით, რა თქმა უნდა დაკვირვება უნდა და უნდა სცადო რომ იქნებ გვიან, იმიტომ რომ ყველას აქვს ეს სოციალური ქსელი, ყველას უნდა რომ მან ასე ვთქვა თავისი კონტენტი განათავსოს და ძალიან რთულია რომ რაღაცნაირად უთხრა რომ არა, იცი, მე გიკრძალავ რომ შენი სოციალური ქსელი შექმნა. ესეც ასე მოვისმინეთ დამოკიდებულება მშობლების და რა თქმა უნდა არავის არ უნდა სრულწლოვანებამდე ყოველ შემთხვევაში უფრო მეტ მათგანს რომ ბავშვს ჰქონდეს ცდომა. იცით რა მინდა რომ განსაზღვროთ ნონა სოციალური ქსელი როგორც პლატფორმა თვით გამოხატულების და უბრალოდ ეს შორტ ვიდეოები რომელიც ძალიან პოპულარულია ასევე და ეს უბრალოდ აი როგორც ბესუმზირას ჭამს და ვერ ვსავსებთ რაოდენობა აი ასე შეიძლება მიდიოდეს და მიდიოდეს გაურკვეველი ინფორმაციის ესე ვთქვათ მიმღებები იყვნენ ბავშვები ხო შეიძლება სოციალური ქსელი სულაც არ უნდა, თუმცა აი ამ ცდომისთვის, ეს იქნება YouTube პლატფორმაზე თუ ასე შემდეგ, აი რაღაც ესეთი უაზრო გართობის რომელიც თიშავს ყველაფრისგან. დასრულებსაც ზოგჯერ შეგვიტყუებს ხოლმე. აი ესეც იგივე ტიპის შეიძლება იყოს ერთგვარად ნეგატიური ზემოქმედების, როგორც უშუალოდ სოციალური ქსელი, თუ იქ რაღაცა არასასურველი კომუნიკაციის საფრთხე, რადგან არის ის უფრო არასასურველი. ნახეთ, იქ არის როგორც არასასურველი, თქვათ, კომუნიკაციის საფრთხე, მაგრამ უფრო მეტად აი სოციალური უნარების განვითარების ხო, იმიტომ რომ და უნდა ვეცადოთ რომ მაქსიმალურად წავახალისოთ, ბალანსი დავიჭიროთ, რომ ცოცხალი ურთიერთობებიც ბავშვებს ჰქონდეთ და აქ უკვე თქვენ რასაც ახსენებთ, ეს არის უკვე კოგნიტური განვითარების, ესე ვთქვათ, კოგნიტურ განვითარებაზე რა გავლენა აქვს, ხო, მათ შორის ყურადღების შენარჩუნების, ეს რაღაცა ვთქვათ, ფოკუსირების, ხანგრძლივობა, რამდენად შეუძლია ადამიანს. ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე-4 მე-5 კლასელებზე საუბრობდნენ და მაგ ასაკში ძირითადად ეს არის უფრო ისეთი ასაკშია ვითარდება, კი ბატონო, ეს და რაც უფრო გადავავადებთ ამ ხრივ, კი ბატონო, დიდი ეფექტი აქვს ამ ასაკში, იმიტომ რომ მით უფრო გვიჭირს მერე რომ აი თქვენს ამბობთ რომ მეც დასრულებიც ვატყობთ და ძალიან ისეთი არის აქტიური არის ეს ADHD სიმპტომატიკა, ხო, ჰიპერაქტივობის და ყურადღების შენარჩუნება უჭირთ ბავშვებს, იმიტომ რომ ეს ხა არ არის მხოლოდ ამის გამო ვერ ვიტყვი გამოწვეული, მაგრამ ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ეს არის რომ ბავშვებს უჭირთ ერთ ამოცანაზე, ერთ რაღაც კონკრეტულ მასზე ფოკუსირება და შენარჩუნება ამის, იმიტომ რომ ხო მუდმივად თუ ამ სკროლვაში ვარ და მუდმივად ძალიან ადვილად ტვინი ეჩვევა, რომ გადაერთოს ერთიდან მეორეზე და არ ჩაუღრმავდეს და არ დარჩეს რაღაცა ერთ მასთან, ესე ვთქვათ, ყურადღების ობიექტთან. ბატონო. ნონა, ვისაუბროთ საფრთხეებზე და პირადი ინფორმაცია ახსენეთ, მისი გასაჯაროება ხო სოციალური ქსელის მეშვეობით. რა საფრთხე შეიძლება ამას მოყვეს, რატომ არ არის დაუშვათ რეკომენდებული, რომ სკოლაში სწავლოს ბავშვი, სად ცხოვრობს, თუნდაც ასაკით რამდენია, რამდენი წლის არის და ასე შემდეგ, ეს იყოს საჯარო წვდომის, ესე ვთქვათ, ინფორმაცია. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მშობლებიც და სკოლაშიც ხდებოდეს ამაზე საუბარი, თუ რა არის პირადი მონაცემების დაცვა,
როგორ უნდა გააკეთონ ეს ბავშვებმა, რომ უცხო ადამიანებისგან არ დაეთანხმონ, ესე ვთქვათ, მეგობრობის შემოთავაზებას, არ გაასაჯარავონ თავისი პირადი მონაცემები, იმიტომ რომ ხო ამ შემთხვევაში რისკის ქვეშ ვაყენებთ ბევრ რამეს, ხო. ასევე გარდა ამისა, აი ამ რაღაცა თქვათ საფრთხისა არსებობს მნიშვნელოვანია ასევე აღნიშნოთ ის, რომ ჩვენი აი ნახეთ მშობლები ამბობდნენ, რომ არც გვიან, არც ადრე, ხო, ძალიან რთულია რომ განსაზღვრო. ნახეთ ჩვენ ბავშვზე დაკვირვებით, ხო, ვთქვათ, ჩვენი ბავშვი ცოტათი იზოლირებულია, ისედაც უჭირს შესვლა ურთიერთობებში, ან ცოტათი ბრაზის მართვა უჭირს და შეიძლება რომ იმპულსურად ვიღაცას რაღაცა მისწეროს, ხო, ანუ ძალიან ინდივიდუალურ მახასიათებლებზე დაყრდნობით შეიძლება მე ვახერხებდეთ ამის რაღაცნაირ მონიტორინგს. ბავშვიდან გამომდინარე უნდა ვილავიროთ. კი ბატონო და ვესაუბროთ მას აი ამ რისკებზე, თუ რა რისკები შეიძლება, ანუ გარდა აი ამ პირადი მონაცემების დაცვის არსებობს სხვა რისკები, მათ შორის მენტალურ ჯანმრთელობაზე რა გავლენა შეიძლება ამას ჰქონდეს და ბევრი კვლევა არის. ვიდეოების შინაარს, რომელიც რომელსაც შეიძლება წააწყდეს ბავშვი. კი ბატონო, შეიძლება დამაზიანებელი იყოს ან ძალადობის, ან თუნდაც რაიმე მოხმარების, ნივთიერებების მოხმარების, ანუ ნორმალიზება შეიძლება მოახდინოს ამ რაღაცა კონტენტმა, რომელშიც ძალიან ისე არის წარმოჩენილი, ხო, გაუფილტრავი არის და ამაზეც საჭირო არის, რომ გქონდეს გარკვეული შეზღუდვები და გარკვეული უკავშირი ბავშვებთან. თუმცა ძალიან ხშირია ისიც, რომ საერთოდ ვერ წარმოგვიდგენია თუ კონკრეტული ბავშვი რამე ესეთი საფრთხის შემცვლის გამკეთებელია. რომ ხშირად ჩვენ მშობლებს არ გონია და უცბად არა ჩემი შვილი ამას არ იზავდა. აი ესეთი რაღაცნაირი ფრაზები არსებობს. არც გააკეთოს, მაგრამ მასზე მოახდინოს ძალიან დიდი შთაბეჭდილება. ასევე საჭირო არის ვისაუბროთ გარდა ამ საშიში, ესე ვთქვათ, კონტენტისა, კიდევ არის აი თვით შეფასებაზე რა გავლენა შეიძლება ამას ჰქონდეს, ხო? იმიტომ რომ მაღალი სტანდარტი არის წარმოდგენილი ამ TikTok ვიდეოებში, თუნდაც ხელთან მიმართებით, ხო, და მოზარდი რაღაც თავის ხელთან ცოტა დისკომფორტს გზნობს, თვით შეფასებაც მყიფე აქვს, როგორი ვარ, რანაირი ვარ, ხო, რაღაცა რთული პერიოდი არის ამ მხრივ და სულ ედრება რაღაცა ძალიან ისეთ მაღალ იდეალურ სტანდარტს, სულ უყურებს და ამან შეიძლება იმოქმედოს მასზე ძალიან დამძრგუნველად. და რიგი კვლევები არსებობს. სხვანაირი იყოს, რომელიც ასევე არაჯანსაღია, სულაც არა. კი ბატონო. რაღაც იდეალური ფორმები ან რაღაცა, სულ სხვა რაღაცა მოახდინოს. კი ბატონო. აი კონტროლი როგორ შეიძლება, როგორ წესი მშობლებს არ თავენ ამ პროცესში, მოდი ერთად ვუყუროთ, მათთვის მიუღებელია, აი რას გწერენ დაუშვათ ინბოქსში ან რაღაცა ამის გამოკითხვაც არ უყვართ. როგორ შევნიშნოთ შვილს, რომ დაუშვათ არ არის მისი ურთიერთობა ჯანსაღი კონკრეტულ ნახეთ, ღია კომუნიკაცია კარგი არის, რომ გქონდეს მანამდე, კარგი იქნებოდა, რომ ბავშვს გქონდეს რაღაცნაირი სანდოობის განცდა და იმის რომ არ გავაკრიტიკებთ ან არ ვეჩხუბებით ან არ ვართ აი ბევრი შფოთვაც მათ შორის რომ მე რა ხდება ახლა ნეტამაქ სივრცეში და რამე საშიში სხვა რუყურებ ან ასე შემდეგ იწევს ბუნებრივად ჩაკეტვას ბავშვების, იმიტომ რომ ხო ითრგუნებიან, შეიძლება გონიათ რომ რაღაცა შეიძლება ამას დასჯამოსდებდეს ან კონტროლი მოსდებდეს, ამიტომაც კი ბატონო, აი რაღაცნაირი განცდაც უნდა გავუჩინოთ, რომ ეს მათი პირადი სივრცე არის, თუმცა ამავდროულად რომ ჩვენ ამაში როგორც სხვა ცხოვრებისეულ სფეროებში, რადგან მშობლები ვართ, რაღაცა გავუძღვებით რაღაცებში და ესეც არის ერთ-ერთი სფერო, რომელშიც გავუძღვებით და კარგი იქნება, რომ ზედმიწევნით და სწორად ავუხსნათ რა არის პირადი სივრცე ზოგადად და ონლაინ სივრცეში როგორ შეიძლება რომ შეინარჩუნონ ეს, მაგრამ ჩვენი ჩარევა რა შეიძლება იყოს, ოღონდ ისევ და ისევ არა კონტროლი და რაღაცა ძალაუფლების მანიფესტირებით, რომ ეხლა მე დიდი ვარ და მოდი უცებ, ხო? არამედ აი რა საფრთხეებია და ჩვენი მოტივი უნდა იყოს მისი დაცვა და მასთან მისი თანადგომა და ამას უნდა გრძნობდეს ბავშვი და არა მისი კონტროლი. აუცილებლად, იმიტომ რომ აი 12-13 წლიდან როცა არის ასაკი, რომ დამოუკიდებლობის გამწვავებული სურვილი აქვს და ჩვენგან უნდათ რომ რაღაცნაირად სეპარირდნენ და გამოგვეყონ, ამ დროს თუ რაღაც ამ ხერხებს მიუმართავთ, ბუნებრივია ცუდ იმას მივიღებთ შედეგს. კი ბატონო. ამიტომ აი ეს საფუძველი ამისა უნდა ჩავყაროთ. გავიზარდოთ მათთან ერთად. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ნონა შიუკაშვილი, ფსიქოლოგი, საუბრობდა პლუსებზე და მინუსებზე, რომელიც შეიძლება მოზარდის ცხოვრებაში სოციალური ქსელებიდან მომდინარეობს. ესე იგი